გამარჯობათ მეგობრებო. წავედით ხიზაბავრაში. ჩემი დიდებული მესხეთი მეგობრებო. აბა როგორ მოგეწონებათ ჩვენი ლამაზი ბუნება ხიზაბავრის. მესხეთ ჯავახეთის. აბა თუ გამოიცნობთ ვისი ხმა. სხვათაშორის ეს სოფელი საროა, ნათიზნეროები არ ყოფნის გახმოვანების და ცოტა მივეშველე. ეს სოფელი არის ხიზაბავრამდე. ეს უკვე გახლავთ ხიზაბავრის ამოსახოვე ფაქტობრივად ბირჟას რო ვეძახით. იმასთან ვართ ახლოს, ანუ ჩვენ სოფელში ვართ. გვერდით რასაც ხედავთ, ეს არის ყანების ტერიტორია. კლუბი, სკოლა, რა ვიცი, ეს არის სკოლა, ნახეთ რომ ხელა სკოლა გვაქვს. მე სხვათაშორის შარშან გაჩვენეთ თუ არ ვცდები. ჰაი. მოგესალმებით. ჩვენ ვიღებთ არც მეტი, არც ნაკლები ორი კამერით, იმიტომ რომ ანუ აქ ვიყურები თქვენთან ვარ, იქ ვიყურები თქვენთან ვარ, ანუ სულ თქვენთან ვართ. მე და ჩემი სიფრიფანა, ორი სიფრიფანა მოვედით. ხო და როგორც იქნა გუშინ ველოდებოდი თქვენ იცით ეგ ამბავი და არა მობრძანდა ქალბატონი. ხო და დღეს მოვიდა. აბა როგორ ახანათო? კარგად, ძალიან კარგად, კარგ განწყობაზე. რატო არ იქნები გაგანია 60 გამომწერი ყავს გენაცვალე. ავისდალევის ხასიათზე, თქვენთან საუბრის ხასიათზე. და დოდონას ჭორაობის მოსმენის ხასიათზე. ეს იგი ნათი გამოგვიტყდა, რომ თურმე ნუ იტყვით და დედა რართული ყოფილა გადაღება. ხო რთული ყოფილა. ხო. აქ ახლა ბევრად ახლო კადრით ჩანს ვიდრე აქეთ, მაგრამ ყველგან მე და ნათი ვართ, ანუ აქეთ აუკეთესია ნათის მხარე, რომ თლად ესეთი ფუმფულა არ ჩალვარ, ნუ ხა ჩემთან ხო, მაგრამ მაინც ხო ისა რა ქვია, ტანწერწე. ბებო, ყავა არ გაგიცივდეს შენ. აბა როგორ ახართ? ხიზაბავრაში არის გადასარევი ამინდი, აი მშვენიერი მზე გამოვიდა. დეპატიჟებით ყავაზე. ყავა ფართი გვაქვს და დოდონას. თურმე ნუ იტყვით ხალხო და 10 არ იყო საათი ამომადგნენ. რა იყო სახლიდან გამოყარეს მე ვთხარი. ესე ვთხარი მივახალე პირში. ხო და კარგი იყო დილიდანვე რომ მოვიდნენ. თორე ჩემი ამბავი ვაიმე შვილო გაიწიეთ და გენაცვალოს. რო ვიცი ავუკლებდი რეკვით. აბა სადახარ და ეთქობა მიხვდნენ. საერთოდ ამ ადამიანთან არ უნდა წამოგხსნეთ არაფერი ხალხო. აი გირჩევთ. არაფერს დაპირდეთ, თორე თუ არ შეასრულეთ იმ მომენტში, როცა ამას უნდა, ეგრევე ხახაში ვახტები. მორჩენილია თქვენი საქმე. აი გუშინ წამომცდა რომ ფიქრობ რომ ამოვიდეთ, მხოლოდ ფიქრობ. და აი ვერ გეტყვით რამდენი SMS-ი მომწერა. ალბათ დაახლოებით 1-200. სატყრი. 100 ზარი განახორციელა. არ გეგონოთ რომ მირეკავდა ზარს მიშვებდა. და დარეკო ხო ხდები. წარმოიდგინეთ ბოლოს რომ ვუთხარი რომ დღეს ვეღარ მოვდივარ და ხვალ მოვდივარ, თქო ის ბოლოხმოვანი იყოც გასახსნელია. აღარ მომისმენია, არ ვიცი რა მომწერა. იმიტომ რომ ვიცი რაღაცა სწავლს მომწერდა. ანუ ისე მომეშალა ნერვები, რომ რას ქვია, მეთქი არ მოდის. რომ ეგრე ბოლოს ოკ გითხარი რაღაც მივუგდეს, სიტყვა მივუგდე რა. ხო და საბოლოო ჯამში ნორმალურად არც დაველაპარაკე. ისეთი გაბრაზებული ვიყავი. მე როგორ ვხვდებით კამერას ორი ისა რა ქვია, ტანწერწეტა. ორი ტანწერწეტა ვარ. აბა გაგვიმარჯოს ხალხო. ყავას სვამ, მაგრამ აჰა თქვენთანაც. იქიდან გამომდინარე რომ ეს ქალბატონი უშაქროს ვერ მიირთმევს. არის ძალიან პრეტენზიული, ვარ იძულებული რომ დავემორჩილო ამის ნებას და აი იძულების ნებით მივირთმევ. გრიად. სხვათაშორის აღიარე წინა დღეებში რო იყავი, სულ უშაქროს ვადუღებდი. და ეგ იყო ჩემთვის აი რა ვიცი, წამება. სულ უშაქროს, ხალხო, სულ უშაქროს. ესე იგი ხანაქვიხედები თვალები ამერია ერთმანეთში, მაგრამ მე მგონი რომ ასე ბევრად სახალისო ვლოგი გამოვა. ფაქტობრივად ერთი და იგივე ვლოგი იქნება. არა, ანუ სხვადასხვა რაღაცებიც იქნება, რა თქმა უნდა, დავამონტაჟებ, სხვა მასალაც მაქვს, მაგრამ აი ეს დასაწყისი ფაქტობრივად ერთი გვექნება რა.
ბებოს ყავა გაუცივდა. ერთი კაცში გრილა ხალხო, მინდა გითხრათ, კაკლის ქვეშ ვხედავთ ახლა, მე და ჩემი დოდი. და აი არ ვიცი, ეს ყოფილა ძალიან საშინელება კამერასთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, მეთქი ჩემს უნდა გეტყვა ძალიან საშინელებაო. სპეციალობით ვარ ჟურნალისტი. ხო, ნაცი ჟურნალისტია. კამერასთან პრინციპში არ უნდა მიჭირდეს მუშაობა, მაგრამ იმისგან გამომდინარე, რომ ამ სფეროში არ მიმუშავია, ალბათ, მაგრამ გამოიწვია. და დოდი, რისი დოდია, თუ არ გაიძულა. დილიდან, არა, სურვილი მისი იყო ძალიან, სურვილი მისი იყო, მაგრამ მე ნახეთ რა დაიწყო. ეხლა გადავიღო, აი აქ უნდა აი ეხლა შევიდე. ვიცი, მე ხო არ ვქნა და მე ამაზე გადავირიე. და თქვენ რომ გენახათ, მე რა მდგომარეობაში გამიკეთა მაკიაჟი. ანუ წოლიარე მდგომარეობაში 5 წუთი არ დამაცა და რომ დამესვენა. ხო, სხვათა შორის იწვა ნათია და წამწოლილი იყო პროსტორა და ზედ დავადექი და დავატყლიზე თავზე ყველაფერი რაც მქონდა სახლში. და კიდევ რა მინდა გითხრათ, რომ ვუთხარი, რომ არ ვარ გადაღების ხასიათზე თქო. ნერვებ მოშლელმა, მე რომ ვერაფერი ვერ მითხრა გაწმინდა 6 პანჯარა. გახეხა რაც კი იყო. არ ვიცი, დაუბორკა 2 საათში დაუბორკა სახლი, ბოლოს ფარდა დაკიდა და შემოვიდა და წამისვა მაკიაჟი მიწოლილ მდგომარეობაში. მეთქი, ანუ რას ქვია გეზარება, იცი რამდენი რამე მეზარება, მეთქი და აი მართლა რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ დამზარები ადამიანი ვარ, ხალხო ან დაღლი ვარ, თავი აი ვაიცულე რამდენჯერ, რომ მეთქი ადექი საქმეა გასაკეთებელი. და საერთოდ ამას ვეუბნები, თუ დაიწყე მიყევი. თუ არა მე უთხარი ყველას ვეტყვი გაგიუქმო გამოწერები და ამდგებიო კიტროზე ეხლავე სასწაულად კარგი ადამიანია ჩემი დოდი იქიდან გამომდინარე რომ ეს გაიზარდა ჩემს ხელში ხალხო აი არ ვიცი ესე იგი მთელი ბავშვობა აქვს ჩემთან გატარებული და რაღაც აი განსაკუთრებული და განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს ამის მიმართ და ამის ნეკათითის ტოლა ბავშვი ზუსტად იგი მდგომარეობაშია არ მაძლევენ მოსვენებას. ესე იგი როგორც დედამისი საუბრობს, ზუსტად ანალოგიურად ეს დოდონა დვა. არ ვიცი ვერ გეტყვით რა გაიზრდება და ვინ გაიზრდება ეს, მაგრამ ან დაგვაქვს და ან აგვაშენებს, მაგრამ ხო იმედი დავიკავოთ რომ აგვაშენებს. აგვაშენებს ესე მგონია, იმიტომ რომ ჩემი მარიამი მეთქი ანუ რას ქვია გეზარება? ხო არა ხარ გეზარება გოგო. და ხალხო ეგეც ერთი წამომცდა რომ მინდა YouTube-ზე ბლოგის გაკეთება თქო და აბა გაბედე და გადაიფიქრე. ხო, იმიტომ რომ რადგან გინდოდა და ძალიან გინდოდა, იქ იყო ის ჩემთვის იყო იქ ნიშანი იმის, რომ შეთვის მომეცა სტიმული და მეტი სტიმული რა გინდა აგერ ადამიანებმა გამოგიწერეს, ხო? ნახე რა ხელა სტიმულს გაძლევენ და თავიდან მე როგორ მიჭიდა, როცა არავინ არ მყავდა ესე ვინც რაღაც რეკომენდაციას გამიწერდა და მახსოვს მე გამიწეს სხვადასხვა ბლოგერებმა და რა ბედნიერი ვიყავი და როგორი აღელვებული ვიყავი, რომ ადამიანებს დავაინტერესე. ხო და ასია გენაცვალე. დიახ, ნამდვილად. მე რო ყბამა გადმოგდებული და ნათინათის გავიძახი გენაცვალე, ეგრე კი არა, მეზარება და როწევ ხარი. ესე იგი კონსილერი იყო თუ რა იყო, ზედ ხალხო იწვა. წამოწოლილი იყო და სასაუსი. მან ჩაბებას მივტან მამას. იყოს დედი კვარდა გივარდეს. დაჭმიდი ბებოს ხარი ყავა გაცივდაო რა. ბაღჩაში. არ არის და მან ბაღჩაშია. გადააგდე. დაქნება. გადააგდე. აი, კონდეს შენ კიდე რა გინდა? მშვენიერი კადრის ფოთოლია. ხო და ასე რომ ეგრეა რა ადამიანი რომ მოგცემს რამდენს ნიშნავს, ხო ვიღაც რომ რეკომენდაციას გაგიწევს, ძალიან ბევრს ნიშნავს. მართალი ვარ. კი ბატონო, წავედი ხალხო დავემშვიდობე, მეთქი всё აღარ ამოვალ, მაგრამ მომიწია ისე ვერ ვძლებ ამის. და ვიცი, მეგონა ხალხს ემშვიდობებოდა, ეგრე თვალები და მომეჩქნა. რა გავაკეთო, არ ვიცი. და ხანი ეჭორავე კიდევ. მოკეთ ნათი რაღაცას ამოვიდა და გავიწევს, ნათი არის ჟურნალისტი. სამწუხაროდ რაღაც პერიოდის მე ძალიან ისეთი ბრმაყრუობა რო იყო იმ პერიოდში დაამთავრა და ძალიან რთული იყო ყველაფერი მით უფრო ახალ ციხეში. თუმცა თბილისში შეეძლო ფეხი მოეკიდებინა, მაგრამ ნუ აი ხო თემა. ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვს.
იუმორი აქვს ფანტასტიკური, ნუ აი ძალიან კარგ პაროდიებს აკეთებს, აი მეზობლების პაროდიებს აკეთებს ხალხო, იმედი არ მიყურებენ. ნუ აი რაღაც სასწაულს. ის მეზობლები იციან ის პაროდიასაც ვაკეთებ. ხო. ერთი ჩემი პაროდია ვერ დაამუღამა და იძახის, რომ შენი უნდა იმეცადინე, მე ვთხარი იმეცადინე და არა, ამის პაროდიას ვერ დაამუღამებთ. პირობას გაძლევთ, იმიტომ რომ ეს თვითონ ერთი და იგივე იმაზე არ არის რა. სტილში არის, ანუ სხვარელსეც მომენტს ერგება და ამას სად ვდიო ხალხო, სად შემიძლია. რაო ბებო? რა ვიცი. ესეა ჩვენი. ესე იგი ბებია ეს გავაგზავნე რომ დაჩი ამის ბიჭი რომ ყავაზე დაუძახე ბებოს გაცივდა თქო, ჩავიდა, ამოვიდა და რაკენი მეთქი და ამოვალო და ოღონდ ვერაფერი გაიგოვო. ანუ რატო რა ეს კი რა მოხდა? შედგა კომუნიკაცია. ანუ ნახე რა მოხდა. იმან ვერ გაიგო, ამან რა უთხრა. და იმან იმას აქნა რა, ხო კაიო რა. ჩვენი ბებო დაგვიბერდა, მეგობრებო, 87 წლის ხდება ხვალე. თუ 88-ის? 87-ის. მოგესალმები. რატოღაც მე 88-ის ხდებოდა. და ცოტა პრობლემა აქვს და გამოდიდოდი სიყვარული ყავარ გადაუყირავ ბებოს. კომუნიკაცია გვიჭირს იმ ხრივ რომ დაესაუბრო ხმამაღლა, მეგობრებო და თუ ხმამაღლა არ ესაუბრე, აზრი არ აქვს შმუდის. ეს რო გონია რო არის ის. კარგი, ახლა ცოტა ხანი დაგემშვიდობებით და ოცბად დაგიბრუნდებით. ბაი. ხინკალი, რომლის გემოც არ დაგავიწყდებათ. მე ახლა გაჩვენებთ ობიექტს, სადაც სიამოვნებით შეძლებთ დააგემოვნოთ ხინკალი. ეს კი გახლავთ ვასოს ხინკალი ქალაქ ახალციხეში. თქვენ შეგიძლიათ ან წინასწარ შეუკვეთოთ, ან მიბრძანდეთ და წამოიღოთ მოხარშული ან მოსახარში ხინკალი, რომლის გემოც დარწმუნებული ვარ არასოდეს დაგავიწყდებათ. ეს მდებარეობს ნათენაძის ქუჩაზე, ლიბრეს მოპირდაპირეთ. როგორც ხედავთ, არის ძალიან დიდი, პრიალა და დარწმუნებული ვარ მისი გემო არასოდეს არ დაგავიწყდებათ. მზადდება მხოლოდ ხორცის ხინკალი, სულ რაღაც ლარი და 30-ად.